ესპანეთი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი რეგიონია და უნიკალური სოფელი არის კადანახი, იმიტომ რომ ერთადერთი სოფელია საქართველოს, სადაც 3 ადგილი წარმოშობის დასახლების ღვინო გვაქვს. ეს არის ახოვები, წარაფი და კადანახი. წარმოშობით ჩვენ ამ სოფლიდან ვართ, მე გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ქონოდა ჩვენ ასე ვთქვათ მშობლიურ კუთხეში, შევიძინეთ როგორც ვენახები, მიწები, ისევე ეს ადგილი სადაც დავარსეთ მარანი, დავიწყეთ ვენახების გაშენება. Ცოტა მაღალ დონეზე ვიდრე ასე ვთქვათ მასიურად არის გაშენებული ვენახები, საძირეები შევარჩიეთ, ანალიზები გავაკეთეთ, ვერტიკალური ჭრილები გავაკეთეთ ნიადაგის, ჩავერთეთ აქტიურად ამ ღვინის სფეროში. გვაქვს ახლობით 12 სხვადასხვა ჯიში, ენდემური ჯიშიც და ევროპული ჯიშიც. გვაქვს დაახლოებით 17 ჰექტარი ვენახი, სადაც ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, 13 ადგილ წარმოშობის დასახელების ღვინოს და პლუს ამას დაახლოებით 25 დასახელების სხვადასხვა ღვინოსა და სხვადასხვა ალკოჰოლური დასახელების სასმელს. ვაწარმოებთ როგორც ქვევრი, ქვევრის ღვინოს ტრადიციული წესით, ისევე კლასიკური ჭყალებში ევროპულს რო ეძახიან. ღვინო იყიდება საქართველოს სრული მასშტაბით, ასევე გვაქვს ექსპორტზე იტალიაში და გერმანიაში და მოლაპარაკებები მიდის რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ. ძირითადად დაინტერესება არის ქვევრის ღვინოზე და ასე ვთქვათ ადგილ წარმოშობის დასახელების ღვინოზე. და ვცდილობთ, რომ ამის რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გავაკეთოთ ადგილ წარმოშობის დასახელების ღვინოებში. არ არსებობს სადმე კონკურსი, რომ რაიმე ჯილდოთი არ დავბრუნდეთ. აქტიურად ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ როგორც ჩვენი სოფლის და ჩვენი ადგილ წარმოშობის დასახელების ღვინოების სახელი, როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე მსოფლიო ბაზარზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამითი პოზიციონირება. რამდენადაც ვიცი და თვალს ვადევნეთ, ღვინოსანალობრივი სააგენტო საკმაოდ აქტიურად მუშაობს ჩვენ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე სოფლიოს ბაზარზე. და რა თქმა უნდა ჩვენც ვაპირებთ ჩავერთოთ ამაში და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს როგორც სახელმწიფოს, ისე სააგენტოს და ისე ქართულ ღვინოს. მომავალში ვფიქრობთ ჩვენ რომ გავაკეთოთ რაღაცა საზაფხულო სკოლასავით ღვინის სკოლა, რაც იქნება თქვა სამოყვარულო დონეზე მაინც რომ მოვიწვიოთ რამდენიმე სპეციალისტი, მეღვინე, სომელიე და ასე შემდეგ და რაღაცა კერძის და ღვინის და ზოგადად ღვინის არსი რომ გავაგებინოთ რადგან შეიძლება მეტ მომხმარებელს და ავწიოთ ქვეყანაში ზოგადად ღვინის კულტურა უფრო მაღლა.